დილით არჩევნებზე საღამოს რუსთაველის გამზირზე ეს არის გეგმა იმ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც იღებენ მონაწილეობას 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში. დღეს ძლიერი საქართველოს და პარტია გიორგი გახარიას პარტიის მერობის საერთო კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ თქვა, რომ ერთი მიმართულებით ბრძოლა არ არის საკმარისი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, ამიტომაც კუპრაძე მოუწოდებს ამ მომრჩევლებს, რომ მივიდნენ დილით 4 ოქტომბერს არჩევნებზე დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია პროდასავლური პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად და შემდეგ უკვე ყველა ერთად გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებიც არიან ასევე ბოიკოტის მომხრე და ერთად იბრძოლონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. კუპრაძე ამბობს, რომ გამოსავალი არ არის მხოლოდ ქუჩაში, გამოსავალი არის ყველა ფრონტზე, ყველა ფრონტზე უნდა იბრძოლონ, რათა დაამარცხონ ბიძინა ივანიშვილი და ამბობენ იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი შეცდება და გამოიყენებს სხვადასხვა ბერკეტებს, მათ შორის ადმინისტრაციულ რესურსს, წინასწარმე გააყალბოს არჩევნები, ეს იქნება ლუსტრირება და მტკიცებულება დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას გაყალბებული არჩევნების გზით ინარჩუნებს, ამიტომაც ოპოზიციას ხელში ექნება მტკიცებულება ამის დასადასტურებლად. შესაბამისად, ძლიერი საქართველოს და პარტია გახარიას მერობის ერთიანი კანდიდატი მოუწოდებს ყველას, რომ მივიდნენ არჩევნებში და პარალელურად ყველა ერთად გამოვიდნენ საღამოს რუსთაველის გამზირზე. დილით არჩევნებზე საღამოს რუსთაველზე. ეს არის მნიშვნელოვანი ერთობის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ დაპირისპირება ან განსხვავებული პოზიციები კი არ არსებობდეს პროდასავლურ ოპოზიციაში, არამედ ერთობაზე შევთანხმდეთ. თბილისში ბიძინა ივანიშვილი არის უმცირესობაში. გაყალბების პირობებშიც კი 2024 წელს თბილისის არჩევნები ჩვენ მოვიგეთ. ხო მოვიგეთ? მოვიგეთ 60,000 ხმის უპირატესობით, დიდი უპირატესობით დამარცხდა ბიძინა ივანიშვილი გაყალბების პირობებში. დღეს ეს უპირატესობა კიდევ უფრო თვალნათელია ამას. თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე იქნება დამონტაჟებული ვიდეო კამერები, რომელიც აღწერს სრულყოფილად ყველა იმ პირს, რომელიც შევა საარჩევნო უბანზე, აბა გაბედოს ვინმე, რომ სხვადასხვა უბანზე ერთი და იგივე ადამიანი შევიდეს, აბა გაბედოს ვინმე, რომ შევიდნენ ისეთ საარჩევნო უბანზე, სადაც ისინი რეგისტრირებული არ არიან, ყველას ჩანაწერი ფიზიკურად გვექნება ჩვენ და მოვთხოვთ აუცილებლად ყველას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არის უალტერნატივო და ეს უნდა გვესმოდეს ყველას თანაბრად. არ მისვლა საარჩევნო უბანთან ნიშნავს იმას, რომ კახა კალაძე სარგებლობს ჩვენი პასიურობით და ის იზრდის პროპორციულად ხმას. მაღალი აქტივობის პირობებში კახა კალაძე მარცხდება. ძლიერი საქართველოს და გიორგი გახარიას პარტიის ერთიანი საერთო კანდიდატის ირაკლი კუპრაძის ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნება ამბობს, რომ ოპოზიციამ დაპირისპირება და ქიშპობა დადგა და ეს არის რეალურად დადგმული სცენარი. ისინი ამტკიცებენ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან ბოიკოტის მომხრე და პარტიები, რომლებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, რეალურად არ არიან დაპირისპირებაში და ეს არის დადგმული სცენარი. რეალურად კი საბოლოო ჯამში, როგორც ქართული ოცნება მათ ეძახის ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ერთად შეეცდებიან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დაამარცხებას რუსთაველის გამზირზე. ვინც აპირებენ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ისინი, ვინც აპირებს, რომ საბოტაჟით დაუპირისპირდეს საკუთარ ქვეყანას, ერთ მიზანს ემსახურებოდნენ და დღესაც ერთ მიზანს ემსახურებიან. ეს ითქვა იქამდე, სანამ განცხადება გაკეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ აი ამ რევოლუციურ სცენას უნდა შეუერთდეს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი. ეს დადასტურდა მათ განცხადებაში სწორედ ის, რასაც ჩვენ ადრე ვსაუბრობდით. კოლექტიური ნაცმოძრაობის მიზანი და სცენარი არ შეცვლილა. ხედავთ, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ეს ეგრეთ წოდებული ერთმანეთთან ქიშპობა არის ჩვეულებრივი ფარსი. მათ საბოლოო მიზანი, მათი საბოლოო დავალება თავიანთი პატრონებისგან არის ძალადობის ორგანიზება და ამ ძალადობით ცდელობა, როგორ ხელისუფლებაში მოვიდნენ აგენტურის წარმომადგენლები. მას შორის ლელუელი ნაცები, გახარიელი ნაცები, ახალი ნაცები და ძველი ნაცები. იციან ძალიან კარგად მათმა პატრონებმა, რომ შეუძლებელია არჩევნებში რაიმე წარმატება ჰქონდეს კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამტკიცებენ, რომ არჩევნებზე მონაწილეობის არ მიღება ეს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა და ეს დაეხმარება კახა კალაძეს
მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებაში, ამიტომაც ფიქრობენ, რომ გამოსავალი არის იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს 4 ოქტომბერს დილით არჩევნებზე, საარჩევნო უბნებზე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია პროდასავლური პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად, საღამოს კი ყველა ერთად სხვა ოპოზიციასთან ერთად დადგნენ რუსთაველის გამზირზე და შეეცადონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას.